გამარჯობა. მოკლედ გავაქტიურდი. და ვეცდები რომ ესეთი ამინდები გამოვიყენო ხოლმე და რაღაცებზე გესაუბროთ, გებოდიალოთ, რა ვიცი. ცოტა გადამიარა, ცოტა კი არა ვქნა, გადამიარა რა. ხასიათს აღარ გავიფუჭებ. ბაკის გამო რაც არის გავაკეთებ იმ ტიპსაც იმედია ვიპოვნი რაც იყო რაც მოხდა არღის ზოგადად ნებისმიერი რაც არ უნდა იყოს როგორი სირთულესაც არ უნდა იყოს და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ზოგადად არღის ადამიანი ჩაიციკო ერთ რაღაც უარყოფით გრძნობაზე და მაგ გრძნობით აკეთო მე სხვა გადაწყვეტილებებიც ძალიან არარაციონალური ხდები მე და არასასიამოვნო და საკუთარ თავსაც ბევრ ზიანს მიაყენებ და სხვებსაც შენ გარშემო. ამიტომ მეტი პოზიტიური ენერგია გვჭირდება და ეს მეტი პოზიტივი ხალხო კიდე ნერვებს მიშლის რომ გააფუჭეს ეს სიტყვა. პოზიტიურობა გახადეს რაღაცა იმათ. სათამაშოთ. ხო და მოკლედ კარგი ხასიათი, კარგი შემართება და ყველაფერი კარგად იქნება ყოველთვის. ჩვენით უქმნით ჩვენ თავებს, ჩვენ რეალობას. ამიტომ let's fucking go. ბევრი კომენტარი წამოვიდა მოტოციკლებთან დაკავშირებით. მადლობა ხალხო ინტერესისთვის და გვერდზე დგომისთვის. და კი მოტოციკლებებზე ამაზე ეს პირველი შემთხვევა იყო რაღაცა და სხვებზე იმდენი დამიფიქსირებია. აი ზემოდან რო უყურებ და შენ მოტოციკლეთთან რო ვიღაცები მიდიან, ტრიალებენ და ზუსტად იცი საბოლოო ჯამში რა ბოლო იქნება მაგ ტრიალს. და ეგ ბოლო არის ის რომ ვიღაცა ჯდება, მეორე საწვის თავის ტელეფონს, ან კიდე თავის ტელეფონით აღებინებს. ხო, ძირითადად ეგეთ დროს ხდება ხოლმე დაზიანებები მოტოციკლეთის, იმიტომ რომ არ იციან როგორ უნდა მოეპყრონ მოტოციკლეთს. არც იცი რამდენი კილოა, არც იცი საით აქვს სიმძიმის ცენტრი, რო გადმოწევს, საით წაგიღებს. არაფერი არ იცი. და ცდილობ წამოაყენო და რაღაცები უქნა, ანუ come on dude. თავი დაანებე რა. ადრე მქონდა ერთი შემთხვევა Suzuki-ზე. ვოლუსია რომ მყავდა. ჩვეულებრივად ისევ სახლის წინ მეყენა უკვე მაგის სიმციმებიც უკვე 1-2 მომტრეული იყო. მე ჭკუა ვიხმარე და პატარა სიმციმები გამოვწერე რომ ვეღარ გადებოდნენ. მიყენია ესე ჩემთვის. გამოდივარ და მოტოციკლეტი ხდება გადაყენებული საერთოდ სხვაგან. ისეთ ადგილასთან რომ ვერ მოიყვან მარტო. ანუ ცხვირით არის დაღმართზე ქვემოთ და წინ ვერ მიდიხარ. უკან უნდა ამოქაჩო. ეს ამხელა კრუიზერი გავარ ვეკაჩები. ბოლოს მამა ჩემი დავიხმარე. და ამოვიყვანე და ვიღაცა კაც თუ ქალს არ ვიცი, არ მგონია რომ ქალს გადაეყენებინა. აქ სიმძიმე მოტოციკლეტი. პატარა მანქანა, სადაც მე მეყენა, გემრიელად შეუყენებია, ჩემი ჩაუგორებია ქვემოთ. ჩემ ადგილას ამანქანაც იდგა დაუტოვე წერილი. იმის მერე ასნი აღარ მოსულა, მაგრამ აი ძალიან მიჭირს რა, აქვე დავამატებ, რომ ძალიან მიჭირს სამწუხაროდ რუსული სლენგის თავიდან მოშორება რა, ნელ-ნელა გპირდებით მოვიშორებ და ქართულად დავიწყებ გამართულად საუბარს. ამ იასნიებს და შეიძლება კაროჩე გამეპაროს ხოლმე, შეიძლება მუხრუჭის მაგრად ტორმუზი ვთქვა და აუცილებლად გამოვასწორებ გპირდებით. ხო და ყოფილა შემთხვევები მოსულან იქ მდგარ ვარ და უთხოვიათ რომ თუ შეიძლება რომ დავსხდეთ და რაღაცა ფოტო გადავიღო, რა თქმა უნდა იქ ვარ, არანაირი პრობლემა არ არის, მიბძანდით. ხო, ისეთი თემა არის რა, აი ვინმე რომ მანქანა დატოვოს, დარჩეს ღია ვიღაცას მანქანა გასაღების შიგნით რო კონდეს და
აი რა შრობა ხა ეს მესიჯობს გასაღები რომ დატოვო და მე რომ მოვიდე მანქანით და გადაგიყენო მანქანა მე დავაყენო ჩემი მანქანა ანუ კარგი რა არ მოსულა ეგრე არაფრით არ ხარ შენ ჩემზე მეტი და არაფრით ვარ მე შენზე მეტი ხო და ჩემი აზრით საქართველოში ზუსტად ძალიან დიდი პრობლემა არის ეგ რომ ვიღაცებს თავი ვიღაცებზე მაღლა გონიათ და რაღაცების უფლებას აძლევენ თავს არავის არაფერი არ გვეკუთვნის ყველანი ვიმსახურებთ იმდენს რამდენსაც ვიმსახურებთ და ესე უფასოდ არ მოდის ეს დამსახურება იმიტომ ქვია რომ უნდა დაიმსახურო აი შეგნებული ადამიანი დამინახა თუ არა სარკეში ცადა რომ გავეტარებინე მე ვერ გავეტეოდი მაგრამ კარგია ძალიან მიუჩვეველი იყო საქართველოს ორბორბლიან ტრანსპორტს მით უმეტეს ეს პატარა სკუტერებს და ამდენს თქვენ ინდოეთი უნდა ნახოთ პროსტა რა აი კიდე პროსტა ვთქვი უბრალოდ აი მე ორი კვირა ვიყავით მე და ჩემი მეგობარი ვიქირავე მოტოციკლეტი მე იმან ტარება არ იცოდა და ამიტომ მოწყნარად ყოფილიყავი და მე საკუთარი თავისთვის რამე რომ მომხდარიყო არ დავიმრალებინა თხოვე რომ შენ მეთქი იქნება სკუტერი იქირაო რა აი ამთან იმიტომ რომ ტარება არ იცოდა მე თან მიმტკიცებს რომ არა გავატარებო ეგრევე შანსი არ არის ხო არ გადავა დავაი წავიდა ძმა წავიდა ძმა რა თქმა უნდა ეხა უსაფრთხოების გამო თან ინდოეთში არ ვენდე და ძალიან თხოვე მოკლედ რა და გაითვალისწინა აი სასწაული ხდება რა სრული ქაოსი არის აი სრული ქაოსი ოღონ ამ ქაოსში რანაირად ხდება ისე რომ ყველგან მიდის ანუ არავის ხელი არ ეშლება რეალურად შენ გზაზე თუ ივლი ფერი არ მოგივა თან ყველას უკან აწერია horn ok go დამისიგნალე კარგი წადი თავარი არის ადამიანს მიუსიგნალო და გააგებინო რომ შენ მას ასწრებ ან უკან ხარ დაუსიგნალე და რა გადავა მინდორში გადავა და გაგატარებს ერთადერთი კანონი არის აი ეგ არც შუქნიშანი იყო მე კონკრეტულად გოაზე მაქვს საუბარი ხა სხვაგან არ ვარ ნამყოფი ვერ გეტყვით არც შუქნიშანი იყო არაფერი უბრალოდ აი ესე ვიღრეოდით არ ვიცი ალბათ 100,000-ობით ტრანსპორტი ერთმანეთში ჩუსტებით ზიან და რა ვიცი მართლა აი ფილმებში და ვიდეოებში რო გვაქვს ნანახი 900 ადამიანი ერთ მოტოციკლებზე და ტვირთი რო გადააქვთ ერთ-ერთი ეგეთი სიტუაციები და რამოდენიმე დღეში მეც გავხდი ინდოელი რა თქმა უნდა არც ჩაფხუტი შორტები ბრეტელებიანი მაიკა ბენდენა და წავიდა ძალიან სახალისო არის და ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მოვიარეთ რა მთელი გოა ძალიან ბევრი ეს აქვს რა ქვია უბანივით რა ყველგან ვიყავით როცა გვინდა და სადაც გვინდა და იქ ვიყავით და აი ერთ ადგილას არ ვიყავით მიჯაჭულები და ამიტომაც კიდევ ერთი ყველაზე კარგი კი არა და ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიზეზი თუ რატომ არის მოტოციკლეტი იდეალური ტრანსპორტიც და გართობის საშუალებაც აი იქ იმ არეულობაში გზაზე საერთოდ არ ნიშნავდა რომ ვინმეზე ეგონა თავი, იმიტომ მაღლა ეგონა თავი, იმიტომაც ვიყავით აი ეგრე ქაოსში და ანარქიაში ყველაზე დავაგებულად. ძალიან ცხელოდა და ვიღაცის ჩაფხუტი უნდა დამეხურა, ბენდენა კი მეხურა, მაგრამ მოკლედ ძალიან ცხელოდა და თან რაღაცა ეს თავისუფლების შეგრძნება რომ ჩაფხუტის გარეშე ხარ რაღაცა ეს ამერიკულ ფილმებში რო ხოლმე მაგრამ მაინტერესებდა და ავიღე და მეთქი თუ რისკია და უჩაფხუტოთ სიარული არასდროს არია რომ ჩაფხუტის გარეშე არასდროს ეს ჩემი რაღაცა ოცნების ახირების თავქარიანობის
ის იყო გამოვლენა და თხოვნა და შევა იქნება რომ ჩაფხუტოთ არიაროთ არა დროს და რაც უფრო დაცულები იქნებით მით უკეთეს. იმის მერე ჩაფხუტის გარეშე საერთოდ არ უნდა ვარ მოტოციკლებზე მაღაზიაშიც კი არ გავსულვარ. პატივი უცეთ ერთმანეს და აი მართლა ყველაფერი კარგად იქნება. აი მართლა დამიჯერეთ. ერთხელ ამირჩიეთ მეც, ერთხელ რა იქნება. პატივის ცემა კარგია. და საცობში თავისუფლად სიარული არის კიდე კარგი. ფაქტობრივად კატალოგ. მოკლედ ვეცდები რომ მაქსიმალურად ხშირად ვდო ვიდეოები, მეც ძალიან მეხმარება. ერთი იმაში რომ რაც მთელი ცხოვრება მინდოდა რა ცოტას ვეპარებოდი, მაგრამ არანაირად არ გამივითარებია, просто მუღამს ვიკლავდი, ესე რომ ვთქვათ. მონტაჟი დავამუღამო, საუბარი დავამუღამო. თქვენთან რა ვიცი, რჩევები მოგცეთ. შეიძლება 1000 მეგობარი გავიჩინო ახალი თქვენი სახით. შეიძლება კი არა. რამოდენიმე ადამიანი უკვე იმდენად ხშირად მწერს, რომ რაღაცნაირად ჩემიანებად გთვლით უკვე. მადლობა ბიჭებო. მე რა ვიცი, ვისაც გყავთ მოტოციკლეტი, ერთი რაიდი გავაკეთოთ, ვიკატავოთ ერთად თუ გინდათ, გავერთოთ, გავიცნოთ ერთმანეთი, გავცვალოთ აზრები. კარგია ყოველთვის შენაირს რომ მიპოვი რა და საერთო თემა რო გაქვთ და თემაზე რომ საუბრობთ. მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დაკომენტარება და დალაიქება რა თქმა უნდა. მადლობა დროებით მეგობრებო.